ჩემოძმაო, ეხლა მინდა რომ ის ბიჭები გავიხსენო, ვინც აი სამხედრო ვალდებულებაში არ არის საუბარი. იგივე მიხა იგივე მდგომარეობაში იყოს. პასუხს გენობა ქონდა? ხო, ცალკე იყო, მართალია, მაგრამ ამას მოდი საფლავზე დადგეთ რა. იმხელა სიყვარული გააჩინა ძმაო, იმხელა თავის მიწის სიყვარული, რომ საკუთარ სიცოცხლეს არ იშურებდა იმის, როგორც თავის ქვეყნისთვის ეშველა და რაღაცით გადაერჩინა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხო ეხლა მიხასთან ცოტა სხვა თემა არის, მიხა უფრო ძალიან ისეთი თავის მიწა, დაჟე გაგუცამ რომ შესთავაზა წასვლა რომ ცოტა ხანი მაინც გაერიდი ამ ყველაფერსო, მაინც აქ სიკვდილი არჩია. ეს მიხა გაცილებით უფრო ძლიერი იყო ყველაფერთან შედარებით, ალბათ იმიტომ რომ ის ესეთები ძალიან ერთეულები იბადებიან და ესეთები 2 და 3 არ არსებობს, ეს 1-ია და მორჩა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ჩვენ გვყავს ის ადამიანები ყავდა უფრო სწორად ვინც საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდო საქართველოს გულისთვის, ჩვენი სამშობლოს გულისთვის და მე მინდა რომ ის ადამიანები მოვიგონო. აიხართ. და თამადობით ვიტყოდი იმ ბიჭებს, ვინც ავღანეთში თავი გაწირა, აიხართ. ეს ლექსი დავწერე მაშინ, როდესაც ავღანეთიდან ჩამოასვენეს ვარი მითხარ და სახელი მითხარ. ურაშვილი ლექსო. ურაშვილი ლექსო. მე ეს დავწერე მაშინ, როცა ჩამოასვენეს და სამებაში დაასვენეს ჩვენი ბიჭები რა და ესე ვიტყვი ამ სიტყვებს. მოასვენებენ დუმარენი ქართველ ვაჟკაცებს. დგავართ, შევყურებთ ქართველობა როგორ გვიწყდება. გლოვი არეთაც ხელით რემლის სახეს ამკაცრებს დავაირომეს. ხვალე ყველას დაავიწყდება. ანარა გაუძლებს, მერე სუფრის ფილოსოფოსებს. ბრბოს თვალში კარგად წარმოჩენის მიზნით დალოცვას. დუჟე მორეული მთვრალი იტყვის რაღაც სიგიჟეს და თვალ წინ გვიშლის საფუძვლიან არა კაცობას თორემ ვისახსოვს ჭეშმარიტი გულის ტკივილი დედის რემლებით გაჟღენთილი შვილის სამარე ჩუმად ხატის წინ ჩაჩოქილი მრეულის ჩივილი ჩუმი ვედრება საქართველოს ღმერთო აკმარე ჯვარი გვიძღოდა საქართველოს ომში პირველი დაწლების შემდეგ ისევ ასე უნდა ხდებოდეს დასანანია ჩვენი გმირის სულის მწირველი მუსულმანების გაშველების ომში ყდებოდეს სისულელია რომ ცხოვრება გვედგას ყირაზე დაგროშებისთვის სიკვდილს ხვდებით როგორც ალიონს მაგრამ რად გვიღირს მიცვალება უცხო მიწაზე ქართველმა რომ სული დალიოს არა თუ ფიქრობ მათ მშობლებზე ვინდა სადარი სისულელია ხანდროს ქება დაგანდიდება როგორც კერაზე ჩამოცლილი მტკიცე ყავარი ისე ჩამოშლის მათ ხსოვნასაც ჯამთა დინება მერე როდისმე მოვიგონებთ ისევ სუფრაზე შეზარ ხოშებულ მოკეიფის სადაგრძელოთი ახსა ქართველო გული როგორ გადაურაზე შთამო მაულობას უჯიშობის ყლორტის ღეროთი დიახ ეს ჩვენ ვართ უცხო ქვეყნის ხალხის მოზარე მომღიმარ მტრების ტკბილი სიტყვა გვიყვარს ძალიან დგას საქართველო ხელი გაშლილი სტუმართ მოყარე მტრებს გულში იკრავს და ჩვენთვის კი არა სალია